რამდენჯერმე გავიგეთ და სულ მიგვიერთა ბრალდება. გირჩი არ ლაპარაკობს. წარმოიდგინეთ, ადამიანი პირდაპირ ეთერში რეკავს გირჩთან, ელაპარაკება ტელეფონზე იაგოს და იძახის არ ლაპარაკობო. მერე მივხვდი. წარმოიდგინეთ, ადამიანი ეკითხება, ჟიგული 0 ჯობია თუ 0 ხო, ნორმალური ადამიანი ალბათ იტყვის, რაღა ჟიგულის მიადეგი. ხო, აგერ Mercedes-ი, Porsche, Rolls-Royce-ი, ხო, 1000 სხვადასხვა მანქანა არსებობს, რაც გინდა სულო და გულო. თან ყველაფერი ხელმისაწვდომი. ანუ, ცხადია, ფასი ადევს, მაგრამ არაფერი უსაშველო. ქართველს თუ მოუნდება, Rolls-Royce-იც ეყოლება. უბრალოდ, ყველა ამ სიტყვას საბჭოთა ადამიანისთვის არანაირი მნიშვნელობა აქვს. Mercedes-ი საბჭოთა კავშირში არ არსებობს იმ სამყაროში, რომელშიც ეს ადამიანები ცხოვრობენ. შეიძლება ზოგს გაგონილი ჰქონდეს, რომ არის სადღაცა სხვაგან ესეთი რაღაცა. მაგრამ ის ფანტაზიაშიც კი ვერ ახდენს ასოციაციას Mercedes-სა და საკუთარ თავს შორის. რა პრივატიზაცია, რა თვითმმართველობა, რა იარაღის ტარების უფლება. ამიტომაც იძახის, გაურბი ხარ პასუხსო. მე ხომ კონკრეტული კითხვა დაგისვი და შენ რაღაც უაზრობას მეუბნები. მეორეს მხრივ გირჩელისთვის, ისევე ალბათ როგორც ყველა სხვა ნორმალური ადამიანისთვის, ამ კითხვას შინაარსი არ აქვს. არ შეიძლება იკამათო იმაზე, თუ რომელი ჟიგული ჯობია. არადა საქართველოს მოსახლეობა ახლა როგორც ყოველთვის ორ ბანაკად იყოფა. 0-ის ფანები და 0-ის ფანები. ერთმანეთს აგინებენ, ერთმანეთი ზულთ. ახლა ზოგი ძალიან ინტელიგენტი იტყვის დრო უნდა. ჯერ მზად არ ვართ. ჟიგული ვიყიდოთ. არა. ჟიგული დროთა განმავლობაში Mercedes-ად ვერ გარდაიქმნება. ის უბრალოდ დალპება და ივლით დამპალი ჟიგულით. თუ გინდათ იაროთ Mercedes-ით, უნდა იყიდოთ Mercedes-ი. მე მგონი ლოგიკურია, არა? რა არის გამოსავალი? არ ვიცი. ქართველები დღემდე საბჭოთა ადამიანები არიან. მათთან Mercedes-ზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. ან ყოველ შემთხვევაში გირჩს არ აქვს ის რესურსები, რომ ყველას აუხსნას თუ რა არის Mercedes-ი და როგორ უნდა მიხვიდე იქამდე, მის ყიდვამდე. და შეხვიდე კამათში 0 თუ 0-ი, უბრალოდ გოიმობაა. თან უაზრო, ბოლოს მაინც ჟიგული გეყოლება. შეიძლება ახლა ვთქვათ, ახალი თაობა უნდა გაიზარდოს, მაგრამ იმ ახალ თაობასაც ისევ საბჭოთა ადამიანები არ გაზრდიან, ისევ საბჭოთა ადამიანებად. განსხვავებით ებრაელებისგან, ქართველებს არ ჰყოლიათ მოსე. ისინი მონობიდან არ გამოსულან. უბრალოდ გარედან ციხე შემოენგრათ, ბანაკი სადაც ცხოვრობდნენ და პატარა ბანაკი ააშენეს გარშემო, იმიტომ რომ სხვა არაფერი იცოდნენ, სხვა არაფერი შეეძლოთ, სხვა არაფერი უნახიათ. და დღემდე იმ ბანაკში ცხოვრობენ. ეხლა სკოლის პროექტი, გირჩის სკოლის პროექტი, მართლა ძალიან კარგი რაღაცაა. ძალიან საჭირო.
უბრალოდ არ ამგონია საკმარისი იყოს. და თან 30 წლით დაგვიანებული. ანუ ამას თაობები დასჭირდება. ესე იგი ჩვენ მის შედეგებს ვეღარ მოვესწრებით. იმედია მომავალი თაობები მაინც იცხოვრებენ გაბრწყინებულ საქართველოში.